მოგესალმებით. ამ ვიდეოში მიმოვიხილავ ერთ-ერთ ფუნდამენტურ კონცეფციას ქცევის მეცნიერებაში. როდესაც რაიმე ქცევას ვაკვირდებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მონაცემები იყოს ობიექტური. ეს არ არის ციფრები ფურცელზე, ეს არის საიმედოობა. სწორედ ამიტომ დეტალურად გავივლით თუ როგორ ვზომავთ და ვადასტურებთ ამ ობიექტურობას კონკრეტული გამოთვლებით. წარმოიდგინეთ სიტუაცია, ვთქვათ, საკლასო ოთახში ან თერაპიის სესიაზე ხართ. რამდენიმე თერაპევტი აკვირდება ბავშვს, რათა შეაფასოს, რამდენად კარგად შეუძლია მას ინსტრუქციების შესრულება. თუ აქ დამკვირვებლებს შორის შეთანხმება, ანუ IOA მაჩვენებელი მაღალია, ეს ნიშნავს, რომ ყველა იყენებს ზუსტად ერთსა და იმავე კრიტერიუმს ამ ქცევის გასაზომად. ეს თანმიმდევრულობა კი პირდაპირ გვეხმარება გავიგოთ, რეალურად მუშაობს თუ არა ჩვენი ჩარევა და რაც მთავარია, ტყუილად ხომ არ ვკარგავთ ძვირფას დროს. IOA, ანუ დამკვირვებლებს შორის შეთანხმება არის საზომი, რომ გავიგოთ თუ რამდენად ემთხვევა ორი ან მეტი ადამიანის ნანახი და ჩაწერილი ერთმანეთს. რაც უზრუნველყოფს, რომ სხვადასხვა ადამიანმა ერთი და იგივე ქცევა აბსოლუტურად იდენტურად და თანმიმდევრულად აღრიცხოს. ეს მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია ქცევის გამოყენებითი ანალიზის ABA თერაპიის დროს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ რაღაც მშრალ ციფრებსა და ცხრილებზე. როდესაც რამდენიმე სპეციალისტი ზუსტად თანხმდება იმაზე, რასაც ხედავს, ამ დროს მონაცემები ობიექტურია. ობიექტური მონაცემები კი გვეხმარება გავარკვიოთ საქმე ცდომილებასთან გვაქვს თუ რეალურ ცვლილებასთან. ერთ მხარეს გვაქვს დამკვირვებლის ცდომილება, ანუ როცა სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს მოვლენებს. მეორე მხარეს კი არის ქცევის რეალური ცვლილება. თუ ჩვენ მხოლოდ სუბიექტურ ვარაუდებზე ვიქნებით დამოკიდებული, შეიძლება შეცდომით ვიფიქროთ, რომ ბავშვს რეგრესი აქვს ან პირიქით პროგრესს მიაღწია, მაშინ როცა სინამდვილეში მხოლოდ ჩვენი აღქმა შეიცვალა. ამიტომ გვჭირდება ობიექტური IOA-ზე დაფუძნებული მონაცემები, რომ ეს ორი რამ ერთმანეთისგან მკაფიოდ გავმიჯნოთ. გამოთვლის სხვადასხვა გზა არსებობს, მაგრამ შეთანხმების პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ის პირდაპირ ადარებს სხვადასხვა დამკვირვებლის მიერ შეგროვებულ მონაცემებს ერთმანეთს, რათა დავინახოთ კონკრეტულ ქცევაზე, მათი ჩანაწერები პროცენტულად რამდენად ხშირად ემთხვევა. თუ შეთანხმების დონე მაღალია, ეს მარტო დამკვირვებლების პროფესიონალიზმზე არ მეტყველებს. ეს ამტკიცებს ორ ძალიან მნიშვნელოვან რამეს. პირველი, თავად სამიზნე ქცევა არის ნათლად განმარტებული. მეორე, ჩვენი საზომის სისტემა არის მარტივი, გასაგები და ზუსტი. ეს კი იმის გარანტიაა, რომ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილება ბავშვის ქცევის რეალური ცვლილებაა და არა უბრალოდ ვიღაცის შეცდომა. სამი ძირითადი მიმართულება გვაქვს. ჯერ განვიხილავთ მოვლენის ჩაწერის IOA-ს, შემდეგ გადავალთ დროის დათვლის, იგივე ხანგრძლივობის გამოთვლის მეთოდებზე და ბოლოს დროის ნიმუშის, იგივე ინტერვალზე დაფუძნებულ IOA-ს მიმოვიხილავთ. მოვლენის ჩაწერის IOA-ს ვიყენებთ, როდესაც მონაცემები შეგროვებული გვაქვს უწყვეტი გაზომვის მეთოდებიდან, სიხშირის ან რაოდენობის გაზომვით. ამ შემთხვევაში დამკვირვებლებს შორის შეთანხმების გამოთვლის 4 არჩევანი გვაქვს. საერთო რაოდენობის ფორმულით გამოთვლა, ან საშუალო რაოდენობის ინტერვალების მიხედვით, ან ზუსტი რაოდენობა ინტერვალების მიხედვით და მეოთხე არის ცალკეული სინჯებით IOA-ს გამოთვლა. ვთქვათ, ასეთი მონაცემები გვაქვს. 5-5 ინტერვალი. ორი დამოუკიდებელი დამკვირვებელი ზის და ითვლის მოსწავლემ გაკვეთილზე რამდენჯერ წამოიძახა უნებართვოდ. დაკვირვების მონაცემებით ვხედავთ, რომ პირველმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ჯამში 4 შემთხვევა, მეორემ კი 3. ერთი შეხედვით ძალიან მცირე სხვაობაა, მაგრამ მოდი ვნახოთ, როგორ ვიღებთ აქედან შეთანხმებულ პროცენტს. საერთო რაოდენობის IOA-ს გამოთვლა ძალიან მარტივია. უბრალოდ მცირე ჯამურ რიცხვს ვიღებთ, ჩვენ შემთხვევაში ეს არის 3 და ვყოფთ დიდ ჯამურ რიცხვზე, ანუ 4-ზე. მერე კი, რა თქმა უნდა, ვამრავლებთ 100-ზე პროცენტის მისაღებად. ამ მონაცემების მიხედვით საერთო რაოდენობის IOA არის 75%, ანუ ეს ორი ადამიანი 75%-ით დაეთანხმა ერთმანეთს. მაგრამ დავფიქრდეთ, არის კი ეს ყოველთვის საკმარისი?
საერთო რაოდენობა არ გვეუბნება რეალურად ერთსა და იმავე დროს დაინახეს თუ არა ის ქცევა. საშუალო რაოდენობა ინტერვალების მიხედვით კი თითოეულ ინტერვალს ცალკე ამოწმებს. იგივე მონაცემები შეიძლება დავითვალოთ საშუალო რაოდენობის ინტერვალების მიხედვით. ფორმულა ასეთია. თითოეული ინტერვალის შემთხვევაში პატარა ციფრს ვყოფთ დიდ ციფრზე და მათ დაჯამებულ ციფრს ვყოფთ ინტერვალების საერთო რაოდენობაზე. ბოლოს კი ვამრავლებთ 100-ზე პროცენტის მისაღებად. ჩვენი მაგალითის მიხედვით, პირველ ინტერვალში 1 უნდა გავყოთ 1-ზე, რაც ტოლია 1-ის. მეორე და მესამე ინტერვალშიც იგივე მეორდება. მეოთხე ინტერვალში 0 უნდა გავყოთ 1-ზე, რაც ტოლია 0-ის და მეხუთე ინტერვალში 0 უნდა გავყოთ 0-ზე, რაც ტოლია 0-ის. თითოეული ინტერვალის მიხედვით გამოთვლილი ჯამი ტოლია 3-ის. მიღებული ციფრი კი უნდა გავყოთ ინტერვალების საერთო რაოდენობაზე, ანუ 5-ზე. 3 რომ გავყოთ 5-ზე და გავამრავლოთ 100-ზე, ტოლია 60%-ის. ზუსტი რაოდენობა ინტერვალის მიხედვით ეს მეთოდიც თითოეულ ინტერვალს ცალკე ამოწმებს. მონაცემებში რომ ჩავიხედოთ, დამკვირვებლის ჩანაწერები ზუსტად დაემთხვა 5-დან 4 ინტერვალში. კონკრეტულად კი პირველ, მეორე, მესამე და მეხუთე ინტერვალში ორივე დამკვირვებელმა ერთნაირად აღრიცხა ქცევის რაოდენობა. შესაბამისად, ამ უფრო მკაცრი ზუსტი თანხმედრის მეთოდით შეთანხმებული ინტერვალების რაოდენობა 4-ია. საერთო ინტერვალების რაოდენობა კი 5-ია, ანუ 4 უნდა გავყოთ 5-ზე და გავამრავლოთ 100-ზე. დამკვირვებლებს შორის შეთანხმება 80% იქნება. ხედავთ, ზოგჯერ უფრო მკაცრი მეთოდი უკეთეს და ზუსტ შედეგს გვაძლევს. და მეოთხე ფორმულის სინჯების მიხედვით დათვლის დროს, ფორმულა იგივეა, რაც წინა შემთხვევაში ქონდა, მაგრამ ამ მეთოდს ვიყენებთ, როდესაც მონაცემები შეგროვებული გვაქვს არა რაოდენობის მიხედვით, თუ რამდენჯერ გამოავლინა ადამიანმა ქცევა, ერთხელ, ორჯერ თუ 5-ჯერ, არამედ დიქოტომიურად, მაგალითად, რეაქცია სწორია თუ არასწორია. ამ მონაცემების მიხედვით პირველ, მესამე და მეოთხე ცდაზე დამკვირვებლებმა ერთნაირი სიზუსტით დააფიქსირეს ქცევა. ანუ 3 ინტერვალში შეთანხმდნენ ჯამში 4 ინტერვალი გვაქვს, 3 რომ გავყოთ 4-ზე და გავამრავლოთ 100-ზე, ტოლია 75%-ის. ახლა კი გადავიდეთ მეორე ნაწილზე. ეს არის დროის დათვლის IOA, რომელიც გამოიყენება ისეთი შეგროვებული მონაცემებისთვის, როგორიც არის ხანგრძლივობა, ლატენტობა და რეაქციებს შორის დრო. აქ ორი ძირითადი მეთოდი გვაქვს საერთო და საშუალო ხანგრძლივობის გამოთვლა ინტერვალების მიხედვით. მაგალითად, ბავშვი თამაშობს სათამაშოებით. გვაქვს სულ 5 10-წუთიანი სესია. ჯამში ერთმა დამკვირვებელმა დათვალა, რომ ბავშვი 25 წუთი თამაშობდა. მეორემ კი დათვალა, რომ 26 წუთი თამაშობდა. საერთო ხანგრძლივობის მიხედვით გამოთვლისას ფორმულა აქაც მსგავსია საერთო რაოდენობის ფორმულის. ნაკლები ციფრი უნდა გავყოთ მეტ ციფრზე. წინა მაგალითის მიხედვით 25 უნდა გავყოთ 26-ზე და გავამრავლოთ 100-ზე, რაც 96%-ია. დროის დათვლის მეორე ფორმულის მიხედვით გვაინტერესებს საშუალო ხანგრძლივობა თითოეული შემთხვევის მიხედვით. ეს გაცილებით კონსერვატიული, მაგრამ ბევრად სანდო მიდგომაა. ასე დარწმუნებული ვართ, რომ დამკვირვებლები მართლა ერთსა და იმავე დროს აფიქსირებენ ქცევას. ამ შემთხვევაშიც მეორდება საშუალო რაოდენობის ინტერვალების მიხედვით ფორმულა. თითოეულ ცალკეული რეაქციის ხანგრძლივობის შეთანხმებას ვითვლით. პირველი რეაქციის ხანგრძლივობები ორივე დამკვირვებელმა ერთნაირად გამოთვალა, ანუ 19 უნდა გავყოთ 19-ზე, რაც ტოლია 1-ის. მეორე რეაქცია 1-მა 1 წამით გამოვლინდაო, მეორემ კი 2 წამითო, ანუ 1 უნდა გავყოთ 2-ზე, რაც ტოლია 0.5-ის. მესამე რეაქციაზე 1-მა დააფიქსირა 4 წამი, მეორემ კი 6 წამი, ანუ 4 უნდა გავყოთ 6-ზე, რაც ტოლია 0.6-ის. ეს გამოთვლილი მონაცემები უნდა შევკრიბოთ, ანუ 1 უნდა მივუმატოთ 0.5, მივუმატოთ 0.6, რაც ტოლია 2.1-ის. ეს მონაცემი კი უნდა გავყოთ რეაქციების საერთო რაოდენობაზე, ანუ 3-ზე, რადგან 3-ჯერ გამოვლინდა ეს რეაქცია დაკვირვების პერიოდში და გავამრავლოთ 100-ზე, საბოლოოდ კი მივიღეთ 70%.
მოდით ახლა მივხედოთ მესამე და ალბათ ყველაზე დეტალურ ნაწილს, ეს არის დროის ნიმუშისთვის იგივე ინტერვალზე დაფუძნებული IOA. ეს მეთოდი იდეალურია ისეთი ქცევის გასაზომად, როგორიც არის დავალებაზე კონცენტრირებული ქცევა, სადაც უბრალოდ ვინიშნავთ გამოვლინდა თუ არა ქცევა. მოვნიშნავთ დიახ ან არას. ვიყენებთ წყვეტილი გაზომვის მეთოდებისას, როგორიც არის სრული ინტერვალის ჩაწერა, არასრული ინტერვალის ჩაწერა, დროის მომენტალური ნიმუში. აქ სამი შესაძლო ვარიანტი გვაქვს გამოთვლისთვის. ინტერვალების მიხედვით გამოთვლა, შეფასებული ინტერვალების მიხედვით და შეუფასებელი ინტერვალების მიხედვით. ვთქვათ, გვაქვს წინასწარ დაგეგმილი 5 ერთწუთიანი ინტერვალი. დამკვირვებლები დაეთანხმდნენ ერთმანეთს სამ ინტერვალში, მაგრამ ორ ინტერვალში აზრთა სხვადასხვაობაა. ერთმა თქვა კი, რომ ქცევა დაფიქსირდა, მეორემ კი დააფიქსირა არა. ქცევა არ დაფიქსირდაო, ანუ მეორე და მეოთხე ინტერვალებში დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ. როგორ ვითვლით ინტერვალების მიხედვით IOA-ს? ვიყენებთ იმ ინტერვალების რაოდენობას, სადაც შეთანხმდნენ, ანუ 3-ს და ვყოფთ საერთო ინტერვალების რაოდენობაზე, რაც არის 5. 3 რო 5-ზე გავყოთ და გავამრავლოთ 100-ზე, არის 60%. შეფასებული ინტერვალების მიხედვით IOA-ს გამოთვლა ხდება მაშინ, როცა ქცევა იშვიათად ვლინდება, ანუ ინტერვალების უმეტესობაში ქცევა არ აღინიშნება. დათვლისას ყურადღებას ვაქცევთ იმ ინტერვალებს, სადაც მონიშნულია, რომ ქცევა გამოვლინდა, თუნდაც ერთ დამკვირვებელთან. ამ ინტერვალებიდან დავითვლით, რამდენი ემთხვევა ორივეს მიერ დაფიქსირებული ქცევა, რომ ქცევა ნამდვილად გამოვლინდა. ეს რიცხვი კი უნდა გავყოთ იმ ინტერვალების რაოდენობაზე, სადაც ქცევა მინიმუმ ერთმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ნამდვილად გამოვლინდა. ფორმულის მიხედვით, გამოვლენილი ქცევის შეთანხმებული ინტერვალები არის მხოლოდ ერთი, ანუ პირველ ინტერვალში. ხოლო ერთი უნდა გავყოთ იმ ინტერვალების რაოდენობაზე, სადაც ქცევა ერთმა დამკვირვებელმა მაინც მონიშნა, რომ დაფიქსირდა. ასეთი გვაქვს სამი ინტერვალი, პირველი, მეორე და მეოთხე. ანუ ერთი რო გავყოთ 3-ზე და გავამრავლოთ 100-ზე, ტოლია 33%-ის, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ახლა კი გადავიდოთ ბოლო ფორმულაზე, შეუფასებელი ინტერვალის მიხედვით IOA-ს გამოთვლაზე. აქ გვაინტერესებს ისეთი ინტერვალები, სადაც ქცევა არ გამოვლინდა. დავითვალოთ ყველა ინტერვალი, სადაც მინიმუმ ერთმა დამკვირვებელმა არ დააფიქსირა ქცევა. ანუ X-ით რაც არის მონიშნული. დავითვალოთ რამდენი ინტერვალში ჩაწერა ერთდროულად ორივემ X-ი, ანუ ეს არის თანხმედრა. ეს არ გამოვლენის თანხმედრის რაოდენობა უნდა გავყოთ იმ ინტერვალების რაოდენობაზე, სადაც ქცევა არ დაფიქსირდა მინიმუმ ერთთან მაინც და უნდა გავამრავლოთ 100-ზე. ამ მონაცემების მიხედვით 2 უნდა გავყოთ 4-ზე და გავამრავლოთ 100-ზე, რაც არის 50%. რატომ 2? რადგან მესამე და მეხუთე ინტერვალში ორივე დამკვირვებელი შეფასდა, რომ სამიზნე ქცევა არ გამოვლინდა, რატომ გავყავით 4-ზე? რადგან მეორე, მესამე და მეოთხე, ასევე მეხუთე ინტერვალებში ერთმა დამკვირვებელმა მაინც დაწერა, რომ ქცევა არ გამოვლინდა. შეუფასებელი ინტერვალის მიხედვით IOA-ს გამოიყენება ხდება მაშინ, როცა ქცევა ხშირად ვლინდება. რატომ ვიწუხებთ თავს ამდენი მათემატიკით? ობიექტური გაზომვა უბრალოდ სტატისტიკა არ არის. თუ ჩვენი დაკვირვების მონაცემები სრულად არ ემთხვევა ერთმანეთს, თუ ჩვენ როგორც პროფესიონალები არ ვართ ერთსა და იმავე აზრზე, მაშინ როგორ შევძლებთ სრულად დავინახოთ რეალური სიტუაცია? ობიექტური მონაცემები გვკარნახობს რა უნდა შევცვალოთ. როდესაც IOA-ს პროცენტი მაღალია, ვიცით, რომ წინსვლა არის ბავშვის რეალური პროგრესი და არა უბრალოდ შეცდომა ჩანაწერებში. მინიმალურ სტანდარტად მიჩნეულია 80%-იანი შეთანხმება ნებისმიერი ფორმულით. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. ვიმედოვნებ, ახლა უფრო ნათლად ხედავთ, რატომ არის დამკვირვებლებს შორის შეთანხმება ასეთი მნიშვნელოვანი.